საქართველოში 23 საათია. ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. მაღალი დაიჭერს ოქროს თევზს. თევზი ეკითხება, რა სურვილი შეგისრულო, რომ გამიშვაო. მაღალი კიდე პასუხობს, შენი, არაფერი არ მინდა. ერთი ივანიშვილის და პუტინის ერთად გადაღებული სურათი დამითრია და მე მოვკვდე ცხოვრებაში კიდე თუ შეგაწუხო. მაღალი ურეკავს სარკოზის და ეუბნება, კი მიგვიღე მაგ ევროკავშირში, მაგრამ ვერ შემოვდივართ და რანაირად შემოვიდეთ. სარკოზი კიდე პასუხობს, კაი კაცო, რა უნდა მაგას, დაჯექი ტაქსზე 3 საათში უკვე სოხუმში ხარ და იქიდან კიდე რაღა დარჩაო. საღამო მშვიდობისა, თქვენს ტელე და რადიო ყუთებში ყოველდღიური გადაცემა, ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან და მე მგადაცემის სამყარო ვასიკო ოდიშვილი გაახლავართ. ქველმოქმედი, მეცენატი ოქროკაცი ბიძინა ივანიშვილი სულ რამდენიმე საათში იქცა ბორისად, რუსეთუმეთ და პუტინის კუდად. ეს რუსეთში გამდიდრებული ცნობილი ბიზნესმენის ბიძინა ივანიშვილის მშობლიური სოფელია. ეს კი ის ადგილია, სადაც 80-მდე ივანიშვილის ოჯახი ცხოვრობს, მათ შორისაა ცნობილი ბიზნესმენიც, რომელიც გაურკვეველი მიზეზების გამო თავის თავს დღეს ივანიშვილს უწოდებს. ITV-ს გადამღები ჯგუფი დაგარწმუნებთ, რომ ივანიშვილი სინამდვილეში ივანაშვილია. ბატონი მოკლა მაგან ჭორვილაში, ბატონი. და გაიქცა მე რუსეთში. ჭორვილაში თურმე ერთი პროდასალური ორიენტაციის ბატონი ყოფილა, ხო და რუსეთუმე ივანიშვილს კამათი მოსვლია ახლა ამ ბატონთან საგარეო პოლიტიკურ კურსთან დაკავშირებით, ხო და არცაცი არც აცხელა და მოკლა ეს ბატონი. მე რო არ ამოიცნოთ, სახელი ბიძინა ივანაშვილი გადაიკეთა ბიძინა ივანიშვილად და მასონური ორგანიზაციის თავმჯდომარე გახდა. ხო, აი ისე $1 პირამიდა და ეს თვალი რო ხატია, ხო, ბიძინამ დახატა, ხო, აბარა. სხვათა შორის ივანიშვილი რომ ამოატრიალოთ 3-6-იანი და მტრისას ივანიშვილმა ხა სამჯერ მეტი რომს გადაგიხადოთ, კაცო, ფუსხელი არ ახლოთ ხალხო. არ გაიყიდოთ რუსულ ფულებზე თანამოქალაქე გთხოვთ, ღმერთმა გაგაძლიეროთ. არც ერთი კაპიკი ივანიშვილის ფულით. შორს ბორის, შენი ბინძური ფულები და საერთოდ ბორისი ქვია მაგაც, ფული არ აიღოთ. მანქანა და ბაითი მოსულა, ხო, მაგრამ ფული არავითარ შემთხვევაში. რუსეთშია ნაჟონი, რუსეთში, კაცო. ისე როგორ გააშიშვლეს, კაცო, ამ ხელო ოლიგარქიამ პატარა ტელევიზიით. თქვენ გენაცვალეთ, ხო. მაგას ეგონა მოგვატყუებდა, ხო. უმანკო ქართველებს და დავიჯერებდით, ეხლა ამ ხელს იცრუეს, ხო. მაგრამ ჯერ სათხარ. მოდი ახლა მოვისმინოთ რუსთავი ორი შეკითხვა, რომელიც ჭორვილ გლეკას დაუსვეს. რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება, ხო, როგორ? რა ვიცი, მე. შეიძლება თვითონ ის სააკაშვილთან მოლაპარაკებით იყოს. რა ვიცი. შეიძლება პუტინთან მოლაპარაკებით? ჭორვილელი ექსპერტი გლეხი პაპა ჯერ დაზუსტებით ვერ ამბობს, ეხლა რომ ივანიშვილი პუტინის დავალებით მოქმედებს, რადგან მტკიცებულებები არ აქვს. მაგრამ ისა გოგონა, ერთი წამით, ისა არ წახვიდე, რამდენიმე შეკითხვა მაქვს ექსპერტ პაპასთან. ბაბუ, როგორ ხედავთ ევროკავშირის მომავალს? მისცემს გერმანია საბერძნეთს კრედიტს? რა ვიცი, მე. ბაბუ, აი ეს იაპონიაში ცუნამი მართლა რუსეთმა მოაწყო თუ მართლა ძლიერი ქარების შედეგად წარმოიქმნა გიგანტური ტალღები? რა ვიცი, მე. ბაბუ, ამბობენ ისა უცხო პლანეტელები ორ თვეში ჩამოვლენ დედამიწაზეო და რას ფიქრობ, ახლა ეგენი მტრად მოდიან ჩვენთან თუ მოყვართ? რა ვიცი, მე. მოიცა, რა ის ექსპერტი ბაბუ ყოფილა ეს, არაფერი არ ცოდნია ამას. არა და რო გეკითხათ ახლა, აი სიმინდის მოსავალი როგორი იყო, უმალა მომწურავად გიპასუხებდათ. მაგრამ მაინც და მაინც ისეთი უნდა იკითხოთ რა, ახლა აი რაც ტეხავს. თან ძალიან მაგრად ტეხავს. საერთოდ ტეხავთ რა. ჩვენ ხალხს გაუმარჯოს. მე ჩვენ ხალხს ვეთაყვანები. ვიშ, რამდენი ხალხი შევიკრიბეთ თავისუფლების მოედანზე სარკოზის დასახვედრად. მარტო მე კი არა, აგერ მაღალიც კი ახტოვან და ხალხის ამხელა მასის ხილდით, გეც. მე პირადად სასიამოვნოდ გაკვირებული ვიყავი და მინდა მადლობა უთხრა თბილისელებს, იმიტომ რომ სადაც გავიხედე, ყველგან იყო ხალხი. ვარდების რევოლუციის შემდეგ თბილისში ამხელა შეკრება ხალხს არ მახსოვს. არც ჯორჯ ბუშის ჩამოსვლის დროს, არც სხვა რაღაც დიდი ღონისძიებების დროს. ნამდვილად ესე იგი სადაც ჯერ თავისუფლების მოედანი იყო მთლიანად სავსე, რუსთაველი იყო სავსე, სადამდე თვალი წვდებოდა, სადაც პარლამენტამდე ხედავდი, ქვემოთ მოედანი იყო სავსე. ვიხ, მართლაც ვენაცვალე მე მაგ ხალხს. როგორ ფეხა წყობილა და ლამაზად მოვიდნენ, კაცო. მე და საიდან გაჩნდა ეს ერთსულოვნება? როგორც მოსახლეობისგან გახდა ცნობილი, ყველა საჯარო სამსახურის თანამშრომელი ვალდებული იყო თავისუფლების მოედანზე სპეციალურად დანიშნული ყვითელი ავტობუსებით მისულიყო. ჩვენ ჩამოვედით აჭარიდან.
ჩვენ წარმომადგენლები ვართ აჭარის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის ესე იგი დირექტორები არის ფაქტიურად ჩამოსული ხელვაჩაურის რესურს ცენტრის. ორგანიზატორი ვინ იყო შეგიძლიათ უთხრათ? ორგანიზატორი ყავდა ჩვენ რომელიც თან ორგანიზატორი გასო ჩვენ ჩვენით წამოვედით. სურვილი გქონდა და წამოვედით. ხო ფაქტიურად ორგანიზატორი ხელმძღვანელი არა. შეხვედროდით და წამოვედით. შეხვედრის გამო წამოვედით ჩვენი ხალის ჩვენი სიხარული არის ჩვენი მოწოდება არის რომ დღევანდელ დღეს შევხვდეთ სარკოზი ამისთვის შემოვიდეთ აქტიურად. კაცო, რა თუნდა ხა ჩვენ ხალხს დახმარება და ორგანიზება. ხალხი სადაც ხალისიანია და სიხარულით მოდის თავისი სიყვარულის გამოსახატად. უბრალოდ ვიღაც მადლიანები ეხმარებიან კაცო ჩვენ ხალხს ხალისის შენარჩუნებაში. თანაც უამრავი მეთოდი აქვს და ამ საქმისთვის. ზოგიერთი პატიმრის დედას ციხიდან შვილის მიწერილი წერილი და დალილავებული ფერდების სურათები აიძულებს ყვითელ ავტობუსში ასვლას და ხალისობას. ზოგ პედაგოგს კი 1000 ლარიანი ხელფასის პერსპექტივა აიძულებს ავტობუსში მძღოლის გვერდზე დაჯდომას და მარსელიეზას სიმღერას. მოკლედ ეგ არის გეცეთ ჩვენ ქვეყანაში ყველაფერი ადვილი. აი დამამყარებინეთ მეც აგერ ხორცის ფასებზე კონტროლი და მეც ეხლა ნაკეთე წელიწადში ერთხელ თუ მაგრა არ ვახალისო ჩემი ხალხი. მშიერი კაცის ხალის ადაგეგმვა უნდა. შენ მაძღლისთვის. ჩვენი კეთილი მოსიყვარულე, სულში ჩასახუტებელი და რაც მთავარია საამაყო შინაგან საქმეთა მინისტრი ივანე ბატაბუხ მერაბიშვილი ერთ-ერთმა უკრაინულმა არხმა თავის პირდაპირ ეთერში ჩართო და მის იქაურ კოლეგასთანაც აშღურტულა. მე შინაგან საქმეთა სამინისტროს ფონზე ვდგავარ, რომლის აშენება დაახლოებით 30 მილიონი დოლარი დაგვიჯდა. ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტი დაახლოებით 400 მილიონი დოლარია. პოლიციელის საშუალო ხელფასი კი 600 დოლარის ექვივალენტი. მე თქვენ უკრაინაში გიწვევთ, რადგან ჩვენი დელეგაციები ამ წლების განმავლობაში არაერთხელ იყვნენ. მინდა მოგიწვიოთ, რომ თქვენი გამოცდილება გაგვიზიაროთ. დიდი სიამოვნებით ჩამოვალ უკრაინაში და ველოდებით თქვენს ჩამოსვლასაც საქართველოში. პირადად შევხვდებით თქვენს კოლეგებს და მოხარული ვიქნებით დაგეხმაროთ იმ საკითხებში, რაც თქვენ გაინტერესებთ. აი ასე კოხტა და ყოველს გულის გასახეთქად გვაქვს აწყობილი პოლიციის სისტემა საქართველოში. 30 მილიონიანი შენობა, 400 მილიონიანი ბიუჯეტი, მაღალანაზღაურებადი პოლიციელები და მათი 1000 ჭირ გამოვლილი ხელკეტები. აუ, ეგ არ უნდა მეთქვა, ხო. ნუ, ეს რადგან წამომწდა ხა აღარაფერი უშავს ახლა. ისე სიმართლე რო ითქვას ახლა ამ ჩართვას და ესე თეთრი შური დაბოღმილი უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრო უყურებდი ხა. რომელიც ერთად მონდომებული იყო ჩვენი პოლიციური სისტემის თავის ქვეყანაში დანერგვისთვის. გონებაში ერთმა არც თუ ისე გასახმაურებელმა აზრმა გამიელო. ჩვენ აი ცოტანი ვართ და წყნარნი ვართ, ხო და შესაბამისად საერთოდაც არ ვჭირდება ახლა ასეთი მაღალი დონის პოლიცია. ამიტომ ავდგეთ და მთელი ეს ჩვენი ავლადიდება ჩვენს მეგობარ უკრაინას გადაუვლოცოთ. უფრო დიდი მეგობრების დამტკიცების მიზნით კიდევ ისა მინისტრი ივანეც თან დავურთოთ და ამით ჩვენი მრავალწლიანი სიყვარული კიდევ უფრო გავაღრმავოთ. ჩვენ კიდევ ისა ოღონდეს საშინელი სისტემა და მისი კაცმოძულე ხელკეტიანი კუნინძები მოგვაშორეთ და საქართველოს თუ ვინმემ არა მარტო რაიმე სახის დანაშაული ჩავიდინოთ, არამედ თუ სიგარეტიც კი მოვწიოთ და ქუჩაში ერთი უზრდელი სიტყვა ვთქვათ, აი ჩვენი ერთი სიტყვით, აი ასეთი გულიანი და კეთილი ხალხი ვართ უბრალო ქართველები, ჩემო ძვირფასო უკრაინელები. და ახლა დანარჩენი უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული. ჩვენი აზრი კი იცით უკვე ხო? ვიც? ახლა აბების ეთერში რეკლამის მიღების დრო. რეკლამიცინი ჩვენს ეთერში. ივანიშვილია თუ ივანაშვილი, ან იქნებ პეტრიაშვილია და სულაც სუვოროვი იყოს შეიძლება. მაგრამ რატომ მალავს თავის ნამდვილ გვარს? რა იმალება 100 უკან? ქართული ნაციონალური ტელევიზიები მოგვიწოდებენ არავითარ შემთხვევაში არ მივცეთ ხმა კაცს, რომელიც 100 ბგერა 100 მალავს. ნუ ჩავიგდებ თავს განსაცდელში, შემოვხაზოთ ისევ ის. ჯიგარი ოლიგარქი, უბრალოდ ბიძინა დაუძახო. ამ ხელისუფლების მარადიული წარმატების საიდუმლოს ფარდა ეხადა. ქვეყნის წარმატების ელექსირი მხოლოდ ხალისშია. შეინარჩუნეთ ღიმილი. გახდით პრეზიდენტის დაანონსებული მასოვკების წევრი და ასე გახალისებულებს ბიძინაც კი ვერას დაგაგნებთ. ქართველი ერი, სახალისო ჯერაც ბევრი გვაქვს. რა სარგებლობა მოაქვს ქალაქის მერს? როგორ თუ რა სარგებლობა? ქალაქის მერი ჭირში და ლხინში ყოველთვის თანაქალაქელთა გვერდით არის. მასთან ერთად ერთობა და ხალისობს. აი თუ არ გჯერათ, ეს კადრები იხილეთ. ტივით მტკვარზე სეირნობა არღნისა და დუდუკების თანხლებით რამდენიმე ქალაქის მერს დღეს გიგი უგულავამ უმასპინძლა. მტკვარზე ტივით თბილისის მერთან ერთად დღეს კიშინოვისა და ერევნის მერებმა ისეირნეს. ვიშ თქვენი ჭირიმე თქვენი. აი ასეთი ტივით უნდა იქეიფოთ მტკვარს.
თბილისობა მართლაც რომ უბრალო ეხლა თბილისელების და საქართველოს უბრალო მოქალაქეების დღესასწაული არის, ეხლა ამას ზედმეტი საუბარი არ უნდა. მთელი წელი ვიტანჯებით ვკნესი და ვუყურებთ როგორ ერთობოდა გულავს ჩვენი მთავრობა მსოფლიოს სხვადასხვა ქალაქებში. ვფიქრობ, წახდა და გადაშენდაგაც ქართველობა მათ ხელშიო, მაგრამ საბედნიერო წელიწადის ერთ დღეს ვიკრიბებით ყველანი თბილისობის დღესასწაულზე და ვხედავთ რომ ტივზეც მშვენივრად პატრიოტულად კეიფობენ ჩვენი ხელმძღვანელები. გუშის სიმშვიდე დაგვისადგურება ხოლმე და დაწნარებულები ბრუნდებით სახლში და უზომოდ ბედნიერები ვღეჭთ შავ პულს. განა შეიძლება ეხლა გულმა ამხელა ბედნიერებას ისე მშვიდად გაუწოს. განა შეიძლება სიხარულისგან ატაცებული ჩემი მერის დაკრულზე არაცაკდე კაც. ისე მართლაც სასიხარულო, კი? ბოლოს და ბოლოს ჩვენ სამშობლოს ამხელა მაძღარი რუსეთი ებრძვის და 1-20 კაცი ჩვენს ხო უნდა ყავდეს კაცო დანაყრებული და მუხმომაგრებული. ბოლოს და ბოლოს თუ კიდევ ერთხელ თავს დაგვესხმება, ისა გვეცოდინება რომ ის 20 კაცი მარდად გაიქცევა და ენერგიულად დაუხდება მომხდურ მტერს. მაგრამ რა, წინა ომშიც ყავდა 20 მაძღარი კაცი. გაიქცნენ კიდეც, მაგრამ სულ სხვა მხარის, ხიდისკენ გარბოდნენ. არა, ეტყობა მაძღარს სულ სხვა ფსიქოლოგია და მენტალიტეტი აქვს. საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოთოვა და ჩემი მაღალიც გარემო შესასწავლად იმ წამსვე ბახმაროში გაჩნდა, რომ ამჯერად ბახმარო გადააქციოს ზამთრის კურორტად. საზაფხულო კურორტი ბახმარო მალე უკვე ზამთრის კურორტის ფუნქციასაც შეითავსებს. უკვე იწყება სამთო-სათხილამურო ტრასის პროექტზე მუშაობა. უახლოეს მომავალში ზამთრის კურორტი უკვე გურიასაც ექნება. შუაში გზების პრობლემა იქნება, რა აქამდე გზაა, ბეშუმამდე აყავს ბოლომდე კაი გზაზე. თოვლი ბაკურეც ბევრად მეტ. კი, ესე 85-15 მეტრი იყო. ძალიან კარგი თოვლია, ესეთი მშრალი თოვლი არის და დიდხანს რჩება აქ, აი ოქტომბერში უკვე თოვლი მოვიდა. ოსე სოჭზე უკეთეს თოვლი ნამდვილად არის ხა. აჰა, გაშენდა ბახმაროც. კიდევ ერთი ზამთრის კურორტი დაემატება ქართულ სამთო-სათხილამურო კურორტებს. თან აღმოჩნდა რომ აქ სოჭზე კარგი თოვლი მოდის და ეხლა რატომაც არ უნდა გქონდეს ერთი ზამთრის კურორტი აქაც. ბახმაროში ზამთრის სეზონი რომ გაიხსნება, ჩემი მაღალი ტომბალა ბომბასთან ერთად დაეშვება ბახმაროს ფერდობზე. პირველივე თოვლის მოსვლისას უკრაინიდან უკრაინელ ყმაწვილ ქალებს ჩამოიყვანს და ნახევრად შიშვლებს ამღერებს ბახმაროში. პიაცასაც და იუსტიციის სახლსაც ძუძგავს და ესე იგი საერთაშორისო მნიშვნელობის აეროპორტსაც ააშენებს. 5.5 მილიონი ტურისტი რომ მოიზიდოს ხო და საქმეც გაკეთდება მე. მართალია ახლა ამ ყოველივე შემდეგ ადგილობრივებს კვების რაციონი დიდად არ შეეცვლებათ ხო. პური კვლავ ძვირი ეღირება, შაქრიან ჩაის ისევ თვეში ერთხელ დაალევენ ადგილობრივები და ესე მთელ დღეს კვლავ ცივ ჭადზე გადაატარება. ერთი სიტყვით ისეთი დუღჭირი ერისშვილები იქნებიან როგორც აქამდე იყვნენ, მაგრამ ამ იერიდან საკუთარი თვალით მაინც ექნებათ დანახი ჩემი მაღალის მიერ დადგმული სანახაობები და კუჭი თუ არა თვალი მაინც ექნებათ მაძღარი. აბა? მისი ბრწყინვალება ნიკოლა სარკოზის გრანდიოზული ვიზიტის დიადად დასრულებისა და სახლში წანავარდების შემდეგ ჩემი სიამაყითა და ჯანღონით აღსავსე მაღალმა დიპლომატია, მაღალფარდოვნება, მიკიდ მოკიბვა და მსგავსი ლაილაები არის იპიყნავა და საქართველოს ბედი იღბალზე, ესე იგი პირდაპირ მოგვახალა. საქართველოს არ ეშინია, აქ ვიღაცებს გონიათ, რომ საქართველოს ეშინია, საქართველო დაუწובה რუსეთს, საქართველო ერთ ადგილს აულოკავს მტერს, რომელსაც უნდა ჩვენი დაპყრობა. არავის ქვეშ არ ვიქნებით, არავის არ დაუწვევით. ჩვენ ვერავინ ვერ დაგვიწვეს და ვერავინ ვერ გადაგვირდის. ყოჩახ, ჩემო მჭერმეტყველების პიკში მყოფო მაღალო. ყოჩახ, აბარა, საქართველოს ვერც ვერავინ დაიწვენს და თვითონაც არავის არ დაუწვება. არც არავის არაფერს აულოკავს, არც ჩაიგვირისტებს, არც დაიბაბანებს და არც გაიბაბანებს და საერთოდ არც ჩაიბაბანებს. არც თავზე დააიმას იზამს და რაც თავარია ბოდიში, მაგრამ აი, ასეთი ამაყი ძლიერი და მებრძოლი სულის მატარებელია ჩვენი პრეზიდენტის თვალი დანახული საქართველო. ჩემო მაღალო, ხომ მაგრად დავაგვირგვინე ყველაფერი და როგორც იტყვიან, ხო, ვიჯექი ახლა შენ გულში. ხო და შენ მაინც ახლა არ შეგშვენეს მსგავსი ფრაზეოლოგია, როგორც ქვეყნის პირველ პირს. ამიტომ ადექი და მე როგორც ქვეყნის მოღებულ პირს, გამიმხილე ხოლმე კაცო შენი ზრახვები და უმალ დაგიხმოვანებ. ბოლოს და ბოლოს ახლა მეც მინდა ჩავერთო კაცო ჩვენი ქვეყნის აღშენებლობაში, ნატოსა და ევროკავშირის ინტეგრაციისკენ სწრაფვაში და რაც თავარია დემოკრატიის შენება ჩამოყალიბებაში. აბა ამიერიდან გელი და არაფრის არ მოგერიდოს კაცო. დაადგე და ბოლომდე ერთად ჩამოვანგრიოთ ეს რუსეთი. რა ვიცი ხა თუ კიდევ არის დარჩენილი რამე იქ ხო? თან ასეთი საკით მარტო შენ რომ ანგრევ ხა ცოტათი ტეხავს და ჩემზე მაინც არაფერს არ იტყვიან კაცო. ერთი ბილწი კაციო იტყვენ და ყურადღებას არ მომაქცევენ.
ახლა აბების ეთერს პოლიტიკოსთა 5 ფრთიან გამონათქვამს ვუთმობ. იცინიან და იცინიან პოლიტიკოსები. მეხუთე ადგილი. მეხუთე ადგილზე გავიდა საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლაი სარკოზი. ჩემო სარკო. ალბათ იმის შესახებ არაფერი ხსენია, რომ საქართველოში ყველაფერი რაც ზევითაა, მინიმუმ 2 იმდენი მაინც არის ქვევით. თბილის კრიმინოგენული თვალსაზრისით ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. თქვენი პოლიციის განყოფილებები ისეთივე გამჭვირვალეა, როგორც პოლიცია. მეოთხე ადგილი. მეოთხე ადგილი დაიკავა ჩემმა მაღალმა, რომელიც ქართველი ერისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ერთად დანახვაზე ისე დაიბნა, რომ თვითონაც აღარ იცოდა რა ეთქვა და აი ეს მოიფიქრა. მახსოვს 2003 წელი, როდესაც ამ მოედნიდან, აი ამ აივნიდან ჩემს უკან პირველად მიმართე ქართულ ხალხს. ეს იყო ვარდების რევოლუციის, თქვენი რევოლუციის წინ. საქართველო იყო არ შემდგარი სახელმწიფო და ჩვენ დაგპირდით, რომ მას რადაც არ უნდა დაგждომოდა ევროპულ დემოკრატიად ვაქცევდით. თქვათ, რომ მაშინ ეს უტოპიურ ოცნებას გავდა. მაგრამ შეხედეთ, რას მივაღწიეთ 8 წელიწადში ნაკლებში. მესამე ადგილი. მესამე ადგილი ხვდა წილად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს, რომელიც შინ მოყვარეს უბრმავეს თვალს და გარეთ მტერს. ოღონდ მტერს გადატანითი მნიშვნელობით. პოლიციის რეიტინგი მხოლოდ 10% იყო. დღეს კი ყველაზე არაპოპულარულია თქვა, რომ ყოფილი პოლიციელი ხარ. იმიტომ რომ თანამედროვე პოლიციელობა ნიშნავს ხალხის ნდობას. პოლიცია კი აღარ არის ძალოვანი სტრუქტურა, ის უფრო სერვის სააგენტოა. მეორე ადგილი. მეორე ადგილი კვლავ ჩემს მაღალს ვარგუნე, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვაიმედა და ჩვენში ყოველგვარი შიშის კვალის განადგურებას სცადა. მაგრამ ვერც. შეუძლიათ ვიღაცებს ქონდეთ ილუზიები, რომ რუსეთი სამუდამოდ დაიცავს, რუსეთი ჩემის თვალსაზრისით არის ჩამოშლის პირას. პირველი ადგილი. პირველი ადგილი რა თქმა უნდა ისევ სტუმარს დაუძმე. შენ რო გონია სარკოზო კოლია? ევროკავშირთან დაახლოება დაკავშირებულია უწინარესად თქვენ რეფორმებზე, თქვენი დემოკრატიის გაღრმავებაზე, რაც შემეხება მე, როდესაც თბილისში ვიმყოფები, თავი ევროპაში მგონია. ეს გავთად გადაცემა ყოველდღიური აბები ვასიკო ოდიშვილისგან. ნუ მიიღებთ სხვაებს.